მოგესალმებით ნიუ-იორკიდან. მე ვარ დინა ჩოკოვაძე. სამწუხაროდ ჩემი შიში და მოლოდინი 17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით გამართლდა და ჩემთვის 17 მაისი დღეიდან არა ჰომოფობიასთან ბრძოლის დღეა, არამედ საქართველოს სირცხვილის დღე. 17 მაისს საქართველოში სექსუალურ უმცირესობას წაერთვა უფლება, ჰქონდეს უფლებები და შესაბამისად მათ წაერთვა თანასწორობა. მე სრულ პასუხისმგებლობას ვაკისრებ ეკლესიას. და იმ მღვდლებს, რომლებიც წინა რიგში იდგნენ და მოუძღოდნენ მათ მიერ დამოძღვრულ და გახევებულ 40,000 კაციან არმიას უმცირესობის გასანადგურებლად. ქართული სულით ნასაზრდოებმა, ქართველობამ გაიმარჯვა 100,000 მოწამის ქალაქში. სამწუხაროდ ასეთი შეფასება მიეცა ამ მოვლენებს, მაგრამ მე ასე სრულიადაც არ ვფიქრობ. ეს გამარჯვება არ იყო. ჩვენ საქმე გვაქვს რელიგიური ფუნდამენტალიზმით მოწამულ საზოგადოებასთან. ჩვენ კარგად დავინახეთ, რომ რელიგია არ აღიარებს დემოკრატიულ პრინციპებს საქართველოში და უფრო მეტიც, რელიგია მზადაა გაუსწორდეს, ფიზიკურად გაუსწორდეს ამას. მათ მიერ დაანონსებული აქციის მიზანი სრულიადაც არ იყო მშვიდობიანი პროტესტი, არამედ იყო აქციის აღკვეთა და ფიზიკური ანგარიშზორება, რაც ძალიან ცუდია. მღვდელი და მოძღვარი ჩემთვის პირველ რიგში არის საქართველოს მოქალაქე. ყველა საქართველოს მოქალაქე ვალდებულია იცავდეს კონსტიტუციით გაწერილ საქართველოს მოქალაქის უფლებას. მღვდლის ანაფორა თავშესაფარი არ არის გულღრწობისა და ბოროტებისა. ქართული ეკლესიისა და მღვდელმთავრების ასეთმა საქციელმა შეურაცხყოფა მიაყენა სრულიად საქართველოს, ქართულ კულტურას, ქართულ რელიგიას. და ეს დანაშაულია. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ დამნაშავეები შესაბამისად დაისჯებიან. მათ მიერ ხშირად გვესმის შემდეგი შინაარსის ფრაზები, რომ ჰომოსექსუალიზმი არის ავადმყოფობა, ის აუცილებლად განიკურნება, თუ მოინდომებ, უნდა მიხვიდე ტაძარში, უნდა ილოცო და აუცილებლად განიკურნები. იცით, თუ მხოლოდ ლოცვა და მონანიება არის განკურნებელი ნებისმიერი სენისა და ავადმყოფობისა, მაშინ ჩვენ ავადმყოფობები არაფერში აღარ გვჭირდება. დავხუროთ ავადმყოფობები და ყველაფერი კარგად იქნება. ბატონი ვასაძე თითქოს და ბატონი ვასაძე ამ მოვლენას ავადმყოფობას არ ეძახის. ის ამბობს, რომ ეს არის გარყვნილება. თუმცა, მიუხედავად მისი ერთგვარი თითქოს და დიპლომატიური მიდგომისა ამ საკითხთან მიმართებაში, მისი მკაფიო პოზიცია აშკარად მიგვანიშნებს იმაზე, რომ საქართველოს დღეს რუსეთი გაახარა. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს თვალში თავი მოიჭრა, საქართველოს დღეს რუსეთს ძალიან ასიამოვნა. იმედი მაქვს, ლავროვი კიდევ ერთ სასიამოვნო ქათინაურს გამოიმეტებს ჩვენთვის. ხვალ რომ საქართველოს ბედუკ უხმართობით გულაჩუყებული ლოცვებს გააძლიერებს ეკლესიის მსახურები, ეს ვერაფერი ბედენაა ჩვენი შვილების მომავლისათვის. დღეს ჩვენ მათ სახელმწიფოს ვართმევთ. დღეს ჩვენ შვილებს მომავალს უკარგავთ. ნუ ჩავარდებით უტოპიურ ილუზიაში და ნუ შევქმნით მტრის ხატს ჰომოსექსუალების სახით. ნუ ვებრძვით მათ. მტერი ჩვენ საზღვრებსაა მომდგარი და ნელ-ნელა მოიწევს წინ. ხვალ ან ზეგ აუცილებლად გაისვრის. იქ წადით. იქ დადეგით. იქ დაიცავით ქვეყანა. თქვენ იქ ჭირდებით საქართველოს. თუ გესვრიან, თქვენ მოხვდებათ პირველი და დაეცემით გმირულად. სამაგიეროდ, თქვენს უკან დგომ
ქართული სულით ნასაზრდოებ მომავალს გადაარჩეთ. აი ეს არის ღმერთი. ანუ სიყვარული. ამას გვასწავლის ჩვენი რელიგია დღეს. და არა ტაბურეტებით და ჭინჭრებით შეიარაღებული უშვერი სიტყვებითა და გინებით ადამიანების ჩაქოლვას. ჩემთვის ღვთელი, მოძღვარი, ნებისმიერი საეკლესიო პირი უნდა იყოს მაგალითის მომცემი. 17 მაისს ეს ასე არ მოხდა. 17 მაისის ღია ეთერის გადაცემის ერთ-ერთმა სტუმარმა ბატონი დიმიტრი ჯაიანმა თქვა, რომ ვაჟა-ფშაველაზე გაზრდილ ქართველებს არ შეიძლება ეს ჭირი და ეს საშინელი სენი შეეყაროთ. მას ჰომოსექსუალიზმი ჰქონდა მხედველობაში. მან რამდენჯერმე მოიყვანა ციტატა ქართული ხალხური ისტორიული ბალადიდან ლექსი ვეფხისა და მოყმისა. იქნება ვეფხის დედა ჩემს ემწარე და ტირისა, წავიდე, მეც იქ მივიდე სამძიმარ უთხრაჭირისა. თან აღნიშნავდა ბატონი დიმიტრი შიგადაშიგ, რომ ჩვენ აი ამ სულისკვეთებით გაზრდილიერი ვართ, აი ჩვენ ასეთი ძლიერი ხალხი ვართ ქართველები. სამწუხაროდ ჩემთვის სრულიად გაუგებარია ბატონი დიმიტრი რა კონტექსტში განხილავდა ამ ფრაზას, იმიტომ რომ ამ ბალადაში საუბარია სამძიმარზე, რომელიც სიკვდილის გამო გახდა გარდაუალი. უფრო მეტიც, ამ ნაწარმოებში ზიადამიანურ ჭრილშია განხილული თანაგრძნობა. მოყმის დედა, ვეფხის დედასთან მიდის სამძიმარი სათქმელად. ამით დაგმობილია სიკვდილი, ამით დაგმობილია ძალადობა. აქ მონადირეობასაც კი არ აღიარებენ, იმიტომ რომ მონადირეობით ადამიანი ცხოველს კლავს. ესე იგი რა გამოდის? ჩვენ არა გვაქვს უფლება სხვისი სიცოცხლის ხელყოფის. აი ეს არის ამ ნაწარმოებში. თუ ჩვენ ამ იდეალებზე გავიზარდეთ, როგორც ბატონი დიმიტრი ამბობს, მაშინ რატომ იყო ეს ახალგაზრდები ასეთი დაბოღმილი? რატომ იყვნენ ისინი მზად ჩაექოლათ სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლები? რატომ იყო ასეთი აღზევება საქართველოში? საიდან მოვიდა ამდენი სისხლი? ვინ დამოძღვრა ეს ხალხი? ვინ გააღიზიანა? ვინ მიუთითა? ვინ გამოიყვანა? რატომ გამოვედით ქუჩაში? რას ვიცავდით? ან ვის ვიცავდით? ჩვენ არ ვიცავდით საქართველოს 17 მაისს. ჩვენ არაფერს არ ვიცავდით. ჩვენ გამოვამზევრეთ სისხლი და ძალადობა. მე ძალიან შემაწუხა ბატონი კოტე ყუბანეიშვილის კადრების ნახვამ, როდესაც ის სასოწარკვეთილი დარბოდა ქუჩაში და ხალხს მოუწოდებდა, რომ ნუ ჩადიოდნენ ასეთ სისასტიკეს. მან შეახსენა კიდევაც ხალხს, რომ ეს ის ბრბოა, რომელმაც ქრისტე ჯვარს აცვესო. სამწუხაროდ ბატონ კოტეს არავინ უსმენდა. მის საუბარს მხოლოდ ფოტოაპარატებით და ტელეფონებით იღებდნენ და შიგადაშიგ ძალიან არასასიამოვნო კომენტარებსაც კი ესროდნენ მას, ისე როგორც ქვებს. მან იმ დღეს თქვა, რომ დღეს მე მრცხვენია, რომ ქართველი ვარ. სამწუხაროდ მე უერთდები ბატონი კოტე ყუბანეიშვილის მოსაზრებას და მინდა გითხრათ, რომ მეც ძალიან შემრცხვა 17 მაისს, რომ ვარ ქართველი. ძალიან ცუდია, რომ მოვლენები ასე წარიმართა 17 მაისს. ძალიან ცუდია, რომ ჩვენ გავხდით ძალადობის მოწმენი. მაგრამ მე ვისურვებდი, რომ ის სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლები, ის ადამიანები, რომლებსაც უსმენს საზოგადოება, რომლებიც მაგალითი არიან ჩვენი საზოგადოების, უფრო ფრთხილად იყვნენ ასეთ საკითხებთან მიმართებაში.
მე ძალიან გამახარდება თუ მოვლენები ისე განვითარდება, რომ ეს იქნება ამ საშინელების დასასრულის დასაწყისი. თუ მოვინდომებთ, ჩვენ ყველაფერს შევძლებთ. ოღონდ სიყვარული გვჭირდება. ჩვენ გვჭირდება ძალიან დიდი სიყვარული, რასაც ჩვენი რელიგია ძალიან კარგად გვასწავლის. დიდი მადლობა რომ მომისმინეთ. ნახვამდის.